გამარჯობათ მეგობრებო. ეს სქემა ორივე მხრიდან იქსოვება ერთნაირად. არის ერთი და იგივე. ახლა დააკვირდით. ეს წაღმა თვლები. აი ეს წაღმა თვლები, აქედან რო სულ წაღმა არის. დააკვირდით, აქედან არის სულ უკუღმა. აი აქედანაც არის წაღმა თვლები. ეს წაღმა თვლები აქედან არის სულ უკუღმა. სულ უკუღმა როგორ? აქედან სულ უკუღმა იქსოვება, აქედან სულ წაღმა იქსოვება. ეს თვლები აქედან სულ წაღმა იქსოვება, აქედან სულ უკუღმა იქსოვება. დანარჩენი შუაში რაც თვლები არის მოქცეული, აქედან ვგზავთ წაღმა ვგზავთ, იქიდან ვგზავთ წაღმა ვგზავთ. ახლა მოდი გავაკეთოთ რაც ვთქვის. უკუღმა თვალი სულ უკუღმა იქსოვება აქედან, შესაბამისად აქედან იქნება სულ წაღმა ეს თვალი. ახლა მოვგზავ 3 წაღმა თვალი. ეს ჩანს, რომ სულ წაღმა იქსოვება აქედან, და ესენი აქედან წაღმა, იქიდან წაღმა და გამოვა აი ასეთი. უკუღმა თვალი 1, 3 წაღმა თვალი. უკუღმა თვალი 1, 3 წაღმა თვალი. სულ თავიდან როცა დაიწყებთ გზოვას, უნდა აწყოთ სქემა ასე მოგზოვთ. 3 წაღმა თვალი, 1 უკუღმა თვალი, 3 წაღმა თვალი, 1 უკუღმა თვალი, 3 წაღმა თვალი, 1 უკუღმა თვალი. როგორც ახლა ვგზოვთ. 1, 2, 3 წაღმა თვალი, 1 უკუღმა თვალი. 3 წაღმა თვალი, 1 უკუღმა თვალი. 3 წაღმა თვალი, 1 უკუღმა თვალი. შემოვტრიალდით მეორე მხარეს. 3 წაღმა თვალი, 1 უკუღმა თვალი. იგივეს ვგზავ 1, 2, 3 წაღმა თვალი, 1 უკუღმა თვალი. აქედან სულ ვგზავ წაღმა იმ თვალს, რომელსაც აქედან ვგზავ სულ უკუღმა. აქედან უკუღმა თვალს ვგზავ სულ უკუღმა, რომელსაც აქედან ვგზავ წაღმა. კიდევ ვიმეორებ, აქეთ იქეთ თითო თვალი მუდმივად იცვლება. აქედან წაღმა იქსოვება, აქედან წაღმა იქსოვება, აქედან წაღმა იქსოვება. ესე იგი გამოდის აი ასეთი წაღმაზე უკუღმა, უკუღმაზე წაღმა. 1, 2, 3 წაღმა თვალი, 1 უკუღმა თვალი. აი როგმერი თვალი ამომყავს უკუღმა. 1, 2 შუა წაღმა თვალი, ეს 3 თვალი ხომ არის წაღმა. შუა წაღმა თვალი, სულ წაღმა რომ იქსოვება, აქედან არის უკუღმა. სულ უკუღმა იქსოვება იმ მხარეს. ეს მესამე. 3 წაღმა თვალში, სულ წაღმა თვალი, აქედან სულ უკუღმა.
ეს უკუღმა თვალი. ეს წაღმა თვალი იქნება აქედან და იქიდან თითო წაღმა თვალს გვსვავთ უკუღმას. 1, 2, 3 წაღმა თვალი, 1 უკუღმა თვალი. აი ეს თვალია ის უკუღმა. 1, 2, 3 წაღმა თვალი. აი ამ სამ წაღმა თვლებში ეს თვლები იცვლება აქედანაც, იქიდანაც და გამოდის წაღმაზე უკუღმა, უკუღმაზე წაღმა. აქედანაც წაღმა ვგზავთ, აქედანაც წაღმა ვგზავთ. ეს თვალი აქ ხვდება შემდეგ წაღმასთან, რომ წაღმა მოიგზავნოს, ეს თვალი აქეთ. ახლა ხო ვგზავთ 100. იქიდან ვგზავთ 100. იმიტომ იგზავნება 3 წაღმა თვალი. ეს სქემა ძალიან კარგია შარფისთვის. რადგან ორივე მხარეს ერთი და იგივე სქემა, და ასეთი სქემები შარფებისთვის კარგია, ხო? აი უკუღმა თვალი. ეს წაღმა, ახლა ნახე, ესაც წაღმა მოვგზოვე მე. ეს თვალიც წაღმა მოვგზოვე, ეს უკუღმა მოვგზოვე. ეს ის 3 თვალია აქედან რო წაღმა ვგზოვთ. ეს შუა სულ წაღმა, ახლა აქ სულ უკუღმა ვგზოვ, აქეთ იქით ისევ წაღმა მოვგზოვე. ახლა ეს წაღმა, ესაც წაღმა, ესაც 3 წაღმა თვალი. 1 უკუღმა თვალი, 3 წაღმა თვალი, 1 უკუღმა თვალი. სქემა ერთი და იგივეა, მაგრამ უნდა, როგორ თქვა, გაითავისო სქემა, გაიაზრო ადამიანმა, აი აქედან რომელი იქსოვება სულ წაღმა, ის იქიდან რო უკუღმა იქნება. აქედან რო იქსოვება სულ უკუღმა, აქედან სულ წაღმა იქნება. ეს დანარჩენი თვლები, აქედანაც წაღმა იქსოვება გვერდით დიდი თვლები, ასე ვთქვათ, დამხმარე თვლები, რაც ქვია, ასე ვთქვათ, იქსოვება აქედანაც წაღმა, იქიდანაც წაღმა და აი ასეთი გამოდის კიბე-კიბე. წაღმაზე უკუღმა, უკუღმაზე წაღმა, აი ეს. და ეს ყველაფერი ერთიანობაში ქმნის აი ამ სქემას. 3 წაღმა თვალი, 1 უკუღმა თვალი. 3 წაღმა თვალი, 1 უკუღმა თვალი. ყოველი მეოთხე თვალი იქსოვება ერთი და იგივე და არ იცვლება. აქედან წაღმა, იქიდან უკუღმა, ამ პირიქით. იცვლება მხოლოდ ეს გვერდითი დამხმარე თვლები, აქედანაც, აქედანაც. აქ რო სულ უკუღმა ვგზავთ, ხო არის ეს ახლა შეცვლილი, ხო? წაღმა, უკუღმა, ესაც. და გამოდის აი ეს 3 წაღმა, 1 უკუღმა. შეხედე ახლა ის უკუღმა აქ წაღმა, გვერდით 3 წაღმა აქვს. თითო წაღმა აქვს. უკაცრავად. ერთი, 2, 3 წაღმა თვალი. 1 უკუღმა თვალი. ახლა დააკვირდი, როგორ გაარჩიო, განასხვავო. ეს ხო აქვს სულ წაღმა. აქეთ იქით უკუღმა თვლები აქვს, რადგან ჩვენ იქიდან ის წაღმა მოვგზოვეთ. წაღმა რომელიც არის, აქეთ იქით თითო თვალი წაღმა მოუგზოვე, შემდეგი უკუღმა მოგზოვე, იმიტომ რომ ნახე სულ უკუღმა მოგზოვი. ახლა ნახე ეს წაღმა თვალი,
ეს სულწაღმა იქსოვება აქედან, იქით-აქეთ თითო თვალი მოუქსოვე წაღმა და გამოვა 3 წაღმა თვალი, 1 უკუღმა თვალი. შემდეგ ეს წაღმა ხო სულწაღმა ნაგვსოვი. იქით-აქეთ თითო თვალი მოუქსოვე წაღმა, მიუხედავად იმისა, რომ უკუღმა. გამოგივა 1, 2, 3 წაღმა თვალი. შემდეგი უკუღმა თვალი. 1, 2, 3 წაღმა თვალი. შემდეგი უკუღმა თვალი. აი ეს 3 თვალი შუაში აუცილებლად უნდა ხვდებოდეს სულწაღმა ნაგვსოვი თვალი. 1, 2, 3 წაღმა, როცა 3 თვალს გვსოვ წაღმა, შუა თვალი უნდა იყოს სულწაღმა ნაგვსოვი. შემდეგი მოყვება უკუღმა აუცილებლად. აი ასე. 1, 2, 3. შემოვტრიალდით, ხო? ახლა აქედანაც იგივე სქემა უნდა მოვგზავნოთ. აი ახლა დააკვირდი, ეს არის სულწაღმა თვალი და ვიცით, რომ აქეთ-იქეთ თითო თვალი უნდა დავამატოთ და წაღმა მოვგზავნოთ. შესაბამისად, გვერდით უკუღმა იქნება. აქ წაღმა იქნება, ნაპირია, მაგრამ აი ასე დაალაგდება. აი ასე მოიგზავნა. 1, 2, 3 წაღმა თვალი, შემდეგი იქნება უკუღმა. ეს ხოა წაღმა, იქით-აქეთ თითო თვალი მიუმატე და წაღმა მოგსოვე 3-ვე. შემდეგი აუცილებლად უკუღმა იქნება. 1, 2, 3 წაღმა თვალი. რახან ჩვენ ამ უკუღმა ნაგვსოვ თვლებს ვუმატებთ სულ წაღმას და წაღმა ვგსოვთ ვუმატებ, რას ვამბობ? რო წაღმა მოვგსოვთ 3-ვე. ეს უკუღმა. ახლა აქეთ რო შემოbrუნდები და მოგსოვ, ეს ხო აქ უკუღმა. სამაგიეროდ აი ამ უკუღმა თვლებს, აქ წაღმა თვალს მიუმატებ იქით-აქიდან და 3 თვალს მოგსოვ წაღმა. წაღმა რომ მოგსოვო, იმას ვამბობ მიუმატებ. 1, 2, 3. რადგან შუა თვალი სულ წაღმა უნდა იყოს. იქით-აქით მე წაღმა ვგსოვ, მიუხედავად უკუღმა მოგსოვილი. შემდეგი აუცილებლად უკუღმა იქნება. აი ასე მოვგსოვ წაღმა თვლებს და არა ასე. ეს წაღმა თვალი შუაში იქნება. 1, 2, 3 და შემდეგი იქნება უკუღმა. თუ ეს უკუღმა, აქ წაღმა იქნება. გამოგვივა ეს სქემა. სულ ასე უნდა გვსოვო, ორივე მხარეს იქსოვება ერთნაირი სქემა და რომელიც წაღმა სად მოგსოვო და რომელი უკუღმა როგორ მოგსოვო, აი ასე დაალაგებ. ამ მუდმივ წაღმებს გვერდებზე აქვს თითო წაღმა, კიდევ ამბობ მიუხედავად იმისა, რომ როცა მოდიხარ უკუღმა ნაგვსოვი, ეს ხო უკუღმები. მაგრამ შენ ეხლა ამ წუთში აქ წაღმა უნდა მოგსოვო. ეს უკუღმა უნდა მოგსოვო. აი ეს წაღმა რომ მოდის, თითო თვალიც კიდევ იქით-აქედან აუცილებლად ეს შუაზე უნდა იყოს წაღმა გვსოვო. იგივე საკეთებ აქ რომ მოbrუნდები. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.